მშვიდობის ეთერშია არჩევანი მაშასე არჩევნების შედეგად და მანდატებით გადანაწილებულია გახდება თუ არა თვითმმართველობის ორგანო თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პოლიტიკური ცენტრი და რანგმებით შედიან დედაქალაქის რჩეულების საკრებულოში. არჩევანში ნაციონალებიდან ზაალ სამადაშვილი, ალიანსიდან ვიქტორ დოლიძე და ქრისტიან დემოკრატებიდან ინგა გრიგოლია. და გადაცემის ბოლოს როგორ აპირებს ეროვნული ფორუმი მეორე ფრონტის გახსნას და ვისთან ერთად გეგმავს ბრძოლის დაწყებას არჩევანის სტუმარი კახა შარტავა ეკითხა. ჩვენ გადაცემის პირველი სტუმარი ზაალ სამადაშვილი არჩევანის სტუდიაში. საღამოშვილის ბატონ ზაალ. საღამოშვილებს ეხოთ. გადანაწილებული მანდატები ვინ ელოდებოდა არჩევნების ასეთ შედეგს და ვის გაუცრუდა იმედი 30 მაისს. რისთვის ემზადებიან უმრავლესობისა და ოპოზიციის ის რჩეულები, ვისაც ახალი საკრებულოს სავარძელი ერგო. მრავალფეროვნება მხოლოდ წაადგება თბილისის და მის პრობლემებს, მისი მოქალაქეების პრობლემებს. ჩვენ განწყობილები ვართ თანამშრომლობისთვის. თანამშრომლობა თუ ოპონირება, საკმარისია თუ არა ოპოზიციისთვის 11 მანდატი მწვავე პოლიტიკური ფრონტის გასახსნელად. საზეიმოდ მალე ნამდვილად არ ექნება საქმე, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული, ძალიან მწვავე პოლიტიკური ფრონტი გაიხსნება. ეს იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე საქმიანობა, რომელიც კონცენტრირებული იქნება პირველ რიგში თანხების გამჭვირვალეობაზე. ფრონტის საკრებულოში და საკრებულოს გარეთ. რატომ ითხოვს ბრძოლის დაწყება საარჩევნო გარემოსთვის ის პარტია, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ საარჩევნო გარემოს გამოცვლისათვის საერთო ოპოზიციური ფრონტის ორგანიზება. კახა შარტავა არჩევანის სტუდიაში ვინ გამოეხმაურა და ვინ არ მიიღო ფორუმის შეთავაზება. რას ფიქრობენ ბრძოლის ახალი ტალღის დაწყებაზე და თბილისის თვითმმართველობაზე ის პარტიები, რომლებმაც საკრებულოში პირველი 3 ადგილი გადაინაწილეს. ნაციონალებიდან ზაალ სამადაშვილი, ალიანსიდან ვიქტორ დოლიძე და ქრისტიან დემოკრატებიდან ინგა გრიგოლია არჩევნში. არჩევანი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ჩვენი სტუმარი გახლავთ ზაალ სამადაშვილი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო ზაალ. ეს იშვიათი შემთხვევა, როდესაც ერთ სტუდიაში ორი ზაალი ზის. ბატონო ზაალ, თქვენ ბრძანდებოდით საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე. ჯერალბათ ძალიან ადრევე ამაზე საუბარი, მაგრამ დადგება თუ არა კიდევ ერთხელ ის წესებში, რომ თქვენ გახდეთ საკრებულოს თავმჯდომარე? მე გახლავართ სიის პირველი ნომერი და გადაწყვეტილებას პირველივე სხდომაზე მიიღებს ჩემი პოლიტიკური გუნდი ვიქნები თუ არა საკრებულოს თავმჯდომარე, იმიტომ რომ ეს არის არჩევითი სტატუსი, ასე ვთქვათ. ჩემმა კოლეგებმა უნდა გადაწყვიტონ ვიქნები თუ არა მე. ესე იგი. ბატონო ზაალ, ჩვენ მოვისმინეთ გიგი უგულაოს პირველი განცხადება არჩევნების შემდეგ, მან შესთავაზა თანამშრომლობა თავის ოპონენტებს. რა ფორმით გეგმავთ, რომ საკრებულოში დავუშვათ საკრებულოში ანალოგიურად მოხდეს თანამშრომლობა ოპონენტებთან, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი ოპოზიციური გუნდი შევიდა საკრებულოში. თანამშრომლობა არის აუცილებელი. თანამშრომლობა არის საზოგადოების სურვილი, საზოგადოების მოთხოვნა. ხშირად იყენებენ ხოლმე ამ სიტყვას საზოგადოების დაკვეთა. თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს. თანამშრომლობა არის საერთოდ აუცილებელი დედაქალაქისთვის და მისი მოქალაქეებისთვის. წინა საარჩევნო მარათონის დროს შეხვედრებისას იმ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ვინც შეხვედრებს ატარებდა, ჩვენი ოპონენტები და ჩვენც ვისმენდით რა უჭირს თბილისს და რა უჭირს თბილისის მოსახლეობას და ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენ ქალაქში ცხოვრება გახდეს უკეთესი. ის რომ ჩვენ გავიმარჯვეთ არის დასტური იმისა, რომ თბილისელებმა მხარი დაუჭირეს იმ კურსს, რომელსაც მმართველი გუნდი ატარებს. თბილისელებმა შეაფასეს ამგვარად არჩევნები ერთგვარი შეფასებას გახლავთ გაწეული საქმისა და დაგვიკვეთეს, რომ ვიშრომოთ, ვიყოთ უფრო ორგანიზებულები, ვიყოთ უფრო გულისხმიერები და ვიყოთ კონსტრუქციულები. თანამშრომლობაში რას გულისხმობთ, ბატონო ზაალ? ოპოზიცია შემოვა კონკრეტული წინადადებებით, კონკრეტული ინიციატივებით. სხვათა შორის მათ პროგრამებშიც იყო ეს ასახული და სავარაუდოდ უკვე ცნობილია ის თემები, რომელსაც ოპოზიცია დააყენებს საკრებულოში. რამდენად მზად ხართ, რომ გაიზიაროთ ეს მათი მოთხოვნები? ეხლა თქვენი გადაცემის დღის განმავლობაში რამდენჯერმე დადრიალდა თქვენი გადაცემის ანონსი და ანონსში იყო
ასეთი ფრაზა თანამშრომლობა თუ ოპონირება მეხსიერება თუ ალბათობს. სხვათა შორის ოპონირება არის თანამშრომლობის შემადგენელი ნაწილი. სწორედ ოპონირებისას, ჯანსაღი ოპონირებისას იბადება რაციონალური იდეები. მაგრამ იმისათვის რომ მხარეებმა გაიზიარონ თითოეული მათგანის მიერ წამოყენებული ინიციატივები და იდეები, საჭირო არის ამ იდეების დასაბუთება. არგუმენტები არის ამისათვის საჭირო. თუ კი თქვათ ოპონირებისას ჩვენი ოპონენტების არგუმენტები იქნება დამაჯერებელი, თქვათ ამა თუ იმ პრობლემის მოწესრიგების თვალსაზრისით, რა, აი ეს იქნება როგორ უნდა განხორციელდეს, რა გზით უნდა განხორციელდეს, თქვათ ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა, რა ფორმით უნდა განხორციელდეს, თუ კი ჩვენ წარმოგვიდგინეს დამაჯერებელი არგუმენტები, ბუნებრივია ჩვენ ამ არგუმენტებს ანგარიშს გავუწევთ და ბუნებრივია გავიზიარებთ ამას. მაგრამ არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყოველთვის არ მოხდება. ბუნებრივია იქნება რაღაც საკითხები, რომელსაც ვერ შევთანხმდებით, მაგრამ მე დარწმუნებულია, რომ იქნება რიგი საკითხები, რაშიაც ჩვენ შევთანხმდებით და სწორედ ოპონირებისას ხდება შეთანხმება. კამათში იბადება ჭეშმარიტება. ბატონო, საკრებულო, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით, რბილად რომ თქვათ, წვავე პოლიტიკური, ასე თქვათ, დებატებით არ გამოირჩეოდა. ეხლა სხვა გუნდი იკრიბება საკრებულოში და ოპოზიცია იმუქრება, რომ ეს იქნება თბილისის მთავარი პოლიტიკური ცენტრი. მზად ახართ, რომ ასეთ პოლიტიკურ დაუშვათ დებატებში შეხვიდეთ ოპოზიციასთან? გააჩნია როგორ განმარტავთ პოლიტიკას. ჩემი აზრით, თბილისის საკრებულოს პოლიტიკა უნდა იყოს დედაქალაქზე და მის მოქალაქეებზე ზრუნვა. უპირველეს ყოვლისა და ეს არის რუტინული შრომა. ისე მე თუ მკითხავთ პოლიტიკური დებატებისთვის, სუფთა წმინდა პოლიტიკური დებატებისთვის, პოლიტიკური განცხადებებისთვის, ეს მწვავე იქნება თუ ნაკლებად მწვავე, სხვა ადგილები არის. ეს ამისთვის არის პარლამენტი, ამისთვის არის პარტიული ყრილობები, ამისთვის არის სპეციალური ბრიფინგები, პრესკონფერენციები და ასე შემდეგ. თუმცა ვერთხლად ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ 2006 წლის მოწვევის საკრებულოში არ კეთდებოდა პოლიტიკური განცხადებები და არ იყო მათ შორის მწვავე განცხადებებიც. მიუხედავად იმისა, რომ ესე იგი წინა საკრებულოში ოპოზიციური ფლანგი გაცილებით მცირე რიცხოვანი იყო, ვიდრე დღეს იქნება, ვიდრე მომავალში იქნება, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ საქმეს წარმატებით ართმევდნენ ხოლმე თავს. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ საკმაოდ ძიმე პირობებში თბილისის საკრებულოს შეესრულებინა თავისი ფუნქცია. მოსასვენებლად და დასასვენებლად საკრებულოში არავინ არ მიდის. საკრებულოში ადამიანები მიდიან იმისათვის, რომ მთლიანად დაიხარჯონ დედაქალაქისთვის და მისი მოქალაქეებისთვის. ეს საკმაოდ მძიმე შრომა არის და თითოეული ჩვენგანი მზად არის ამ გარჯისათვის, მით უმეტეს ის ადამიანები, საკუთარ თავსაც ვიგულისხმობ, ვისაც ამის გამოცდილება უკვე აქვს. ხოლო თბილისზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ და მთელი საქართველოს მასშტაბითაც მოხდა იგივე და უკეთესი კიდე იგივე მოხდა, რაც მოხდა თბილისში, ხო? ესე იგი ამორჩეველთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი იმ კურსს, რომელსაც მართველი გუნდი ატარებს ქვეყნის მასშტაბით. ასე რომ გამარჯვება არის ძალიან სასიამოვნო, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვგზავნებთ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. იმიტომ რომ გამარჯვებულს მეტი მოეთხოვება, გამარჯვებულს მეტი პასუხისმგებლობა აქვს აღებული თავისი მოქალაქეების წინაშე და ასე რომ თქვენ სიტყვა მზადყოფნა ახსენეთ, ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ უფრო უკეთ გავისარჯოთ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქალაქის საკეთილდღეობით. ბატონო, თქვენ გამარჯვებას მოიპოვეთ ლოზუნგით გასაკეთებელი კიდევ ბევრია. რა იქნება ის პირველი, რასაც უმრავლესობა, ის გაკეთებას უმრავლესობა დაიწყებს, როდესაც საკრებულო დაიწყებს ფუნქციონირებას. რა პრობლემების გადაწყვეტას აპირებთ თბილისელებისთვის? წინა საარჩევნო მანამდე და წინა საარჩევნო პერიოდი, თქვათ, რითი განსხვავდებოდა ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, თქვათ, წინა პერიოდისგან, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში გაცილებით მეტი შეხვედრები ქონდა. თორემ ჩვენ ყოველთვის და მუდამ ქონდა კავშირი მოსახლეობასთან.
მაგრამ ეს მოგეხსენებათ წინა საარჩევნო პერიოდი იმით განსხვავდება სხვა პერიოდებისგან, რომ აქ შეხვედრების რაოდენობა იმატებს და იმატებს ინფორმაცია იმის შესახებ, თქვა რა არის გასაკეთებელი ქალაქში და რა უჭირს მოსახლეობას. ეს არის სოციალური საკითხები, ეს არის ინფრასტრუქტურა, ეს არის ჯანდაცვის სისტემა, ეს არის იგივე თქვა განათლების სფერო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენ გამოვკვეთავთ პრიორიტეტს, ასე არ არის რომ რამდენიმე საკითხი იქნება ერთად. აი ყველაზე მტკივნეული საკითხები და გადასადგმელი იქნება, გასაგრძელებელი იქნება ის კურსი, ის გეზი, რომელსაც აქამდე ვახორციელებდით, თუნდაც ახლა მე ძველ თბილისში ვიყრიდი კენჭს, ავლაბარში, სადაც მუშაობს პროგრამა ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე. ორი მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. ერთი არის ესე იგი ეს ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე, როცა დეველოპერები მიდიან და ესაუბრებიან მოსახლეობას და თანხმობის შემთხვევაში გადახავთ მშენებარე სახლებში, უბრალოდ პირობას აძლევენ რომ მშენებარე სახლები დასრულდება და ისინი საყოფაცრუებო პირობებს გაიუმჯობესებენ და მეორე რეაბილიტაცია. მოგეხსენებათ რომ ხდება თბილისის ძველი უბნების რეაბილიტაცია, ის კალას ეხება, ახლა ამჟამად აღმოჩენების გამზირზე მიმდინარეობს, შემდეგ უკვე გადმოვინაცვლებთ ქალაქის აქეთ მხარეს. იქ სადაც მე ვიყრიდი კენჭს და მოკლედ ძალიან ბევრი არის და ის რაც შეეხება ჩვენ სლოგანს მე რამდენჯერმე განმარტე ეს ასე ვთქვათ, რას ნიშნავს, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ირჯება და რომელიც თulis რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესებშია ჩართული და ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაზე აქვს პასუხისმგებლობა აღებული, მას მუდამ აქვს უკმარისობის გზნობა. და ამისათვის გურამჩეულიშვილის ფრაზას ვიშველიებდი ყოველთვის, რომ ეს არის ალავერდობის ბოლო აკორდი ნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებული ტკბობაში. ისე რომ ადამიანი, რომელიც ირჯება, ადამიანი, რომელიც მთლიანად არის დანთქმული მოსახლეობის პრობლემებით, მას რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა კონდეს უკმარისობის ზნობა. და უკმარისობის ზნობა არის ძალიან ჯანმრთელი, ასე ვთქვათ, განცდა და ამავე დროს ჩვენ ვერ იყო ასევე რომ არ მოვასვენებთ. მე მინდა თქვა რომ წეგანაც მოგახსენეთ რომ მოსასვენებლად და დასასვენებლად ადამიანები სახელმწიფო სამსახურში არ დგებიან არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში და არც საკანონმდებლო ხელისუფლებაში არჩევით ორგანოში პირიქით ჩვენ ვერ მოვისვენებთ მანამდე და ვერ მივცემთ თავს მოშვების, მოდუნების და დასვენების უფლება. თუმცა მე ვჭიმაქ რომ არც მოგასვენებენ, იმიტომ რომ ოპოზიცია ძალიან აქტიური იქნება საკრებულოში. ჩვენი თავარი ოპონენტი არის პრობლემები, რომელიც დგას დედაქალაქის წინაშე. ჩვენი არ მოსვენების, ასე ვთქვათ, თავარი მიზეზი არის ეს. მერწმუნეთ ეს მე მინდა ჩემი პატივისცემა გამოხატო ოპონენტების მიმართ, მაგრამ ისინი არ არიან, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში პირველხარისხოვანი, ასე ვთქვათ, მოუსვენრობის მიზეზები. მოუსვენრობის ჩვენი თავარი გამოწვევა, მოუსვენრობის თავარი მიზეზი არის პრობლემები, რომელიც დგას დედაქალაქის და მისი მაცხოვრებლების წინაშე. ბატონ ზავა, კიდევ ერთი შეკითხვა. რამდენად ელოდებოდით არჩევნების დროს იმ შედეგს, რაც მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ? რამდენად მოსაოდნელი იყო ეს შედეგი თქვენთვის? იმის გამო, რომ მე მთლიანად ვიყავი დანთქმული ქალაქის პრობლემებით და არა მხოლოდ წინა საარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც მე თბილისის საკრებულოს წევრი ვარ და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირჩიეს ჩემმა კოლეგებმა, ანუ ბოლო 2 წელიწადს გულისხმობ, მე ვიცოდი მოქალაქეების განწყობა. მე ვიცოდი მათი დამოკიდებულება ჩვენი საქმიანობის მიმართ. მე მახსოვს ერთ-ერთმა თქვათ ოპოზიციურმა გაზეთმა დაახლოებით 8 თუ 9 თვის წინ გამოაქვეყნა ასე თქვათ რომელ სახელმწიფო ინსტიტუტებს ენდობიან მოქალაქეები და იქ თბილისის საკრებულო იყო მესამე ადგილზე. ანუ ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ჩვენ კონტაქტი მუდამ ჰქონდა მოსახლეობასთან, მუდამ ვიყავით ჩართულები ჩვენი შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში, მათი პრობლემების მოწესრიგებაში და აქედან გამომდინარე ეს შედეგი ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი.
თუმცა ძალიან სასიამოვნოა. ერთია როცა ხა მოულოდნელობის ეფექტი, მეორე არის მოსალოდნელი რო არის, მაგრამ მაინც ასეთ შედეგს რო იღებ, ეს არის რამდენად აქვს საკრებულოს რეალური ბერკეტები, რომ მოსახლეობის მოთხოვნები მართლაც შეასრულოს? ძალიან სერიოზული ბერკეტები აქვს საკრებულოს, იმიტომ რომ საკრებულო ისევე როგორც ნებისმიერი საკანონმდებლო ორგანო არის აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელი, ასე ვთქვათ, ის ვალდებულია. ეს მისი პირველი მოვალეობა და ფუნქციაა, რომ საკრებულო თვალყური ადევნოს, როგორ ასრულებს აღმასრულებელი ხელისუფლება იმ დადგენილებებს, იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც საკრებულო იღებს. რამდენად სწრაფად, ესე იგი, რამდენად ეფექტურად და ასე რომ ბერკეტები აქვს. დიდი მადლობა ბატონო ზაალ, მე კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას და გისურვებთ წარმატებულ ნაყოფიერ მუშაობას საკრებულოში. ჩვენ სტუმარი გახდათ ზაალ სამადაშვილი უმრავლესობიდან, დიდი მადლობა ბრძანებისათვის და ახლა ვიქტორ დოლიძე, ალიანსის წარმომადგენელი, რომელიც ასევე უკვე საკრებულოს წევრია. გამარჯვებათ ბატონო ვიქტორ. მადლობთ რომ მოგზანდით, დაბრძანდით. ბატონო ვიქტორ, თბილისის მასშტაბით თქვენ მეორე პოლიტიკური ძალა გახდით, რომელმაც გაიმარჯვა არჩევნებში. პირველი შეფასება არჩევნების, როგორ შეაფასებდით, რამდენად მიიღეთ ის შედეგი, რაც სცეულდით? პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. რაც შეეხება შედეგს, ბუნებრივია არც ერთი ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალა თვითკმაყოფილებით არ უნდა იკვებებოდეს, მით უმეტეს ამ ვითარებაში ჩატარებული არჩევნებით. როდესაც წინა საარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების პერიოდში სუფევდა დიდი უსამართლობა და ამასთანავე ის დარღვევები, რომელიც დარღვევებითაც ჩაიარა არჩევნებმა, ეს მისასალმებელი და დასაკმაყოფილებელი ნამდვილად არ არის. თუმცა კმაყოფილი ვართ იმით, რომ ირაკლი ალასანია და მისი პოლიტიკური ძალა კიდევ ერთხელ გამოიკვეთა როგორც უალტერნატივო ინდივიდუალური ლიდერი და ცვლილების, რეალური ცვლილების ქვეყანაში გატარების ერთ-ერთი პერსპექტივის ფუძემდებელი, მე ესე ვიტყოდი. ამდენად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი, ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს კიდევ წინ გასაკეთებელი, ძალიან საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, მინდა გითხრათ. ჩვენ 5 მანდატი მოვიპოვეთ საკრებულოში და დაწყებული ხელისუფლების მიერ ჩვენი მოსახლეობისთვის მიცემული დაპირების მონიტორინგიდან დამთავრებული იმ პროგრამებამდე და იმ პროგრამების განხორციელებამდე, რომელსაც ჩვენ საარჩევნო პერიოდში შევთავაზეთ თბილისის მოსახლეობას, ნამდვილად ვაპირებთ სერიოზული ნაბიჯების გადადგმას და მათ შორის მინდა ხაზი გაუსვა ამას, პირველი იქნება საკრებულოს მუშაობის გამჭვირვალეობა. და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თითეული თეთრის მიზნობრივი ხარჯვა, იმიტომ რომ თქვენ კარგად მოგეხსენებათ თუ რამდენად გაუმჭვირვალეა დღეს საერთოდ მუნიციპალიტეტის და არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტის კონტროლი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, იმიტომ რომ ასეულობით მილიონი თანხა პრაქტიკულად სად არის გადაყრილი ღმერთმა უწყის. და ჩვენ ამის მონიტორინგს ვაპირებთ სერიოზულად, ეს იქნება ერთ-ერთი უპირველესი საკრებულოს. თქვენ 5 მანდატი მიიღეთ, ნუ საერთოდ ჯამში ოპოზიციას 11 მანდატი აქვს საკრებულოში. რამდენად საკმარისია ეს რაოდენობა იმისათვის, რომ რაღაც კონკრეტული ცვლილებები შეიტანოთ დედაქალაქის მართვაში? კიდევ ერთხელ ვამბობ, გამომდინარე იმ უსამართლო გარემოდან, რომ გარემოში ჩატარდა ეს არჩევნები, 5 მანდატი ბუნებრივია არ არის საკმარისი ალიანსისთვის, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენ იმაზე, რაზეც მე ახლა ვსაუბრობდი, ვიმუშაოთ დღენიადაკ. მე მინდა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტორს, რომ დღეს ოპოზიციის საკმაოდ ფართო სპექტრია წარმოდგენილი საკრებულოში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობით ძალიან ბევრის გაკეთება შეიძლება. საკმაოდ ძლიერი ოპოზიციაა წარმოდგენილი 11 მანდატით, ამდენად ბრძოლა ყოველთვის ღირს. მაგრამ ამასთანავე ჩვენ ალბათ უკან არ უნდა ვიყურებოდეთ პირიქით წინ მომავლისკენ თითეული მოსახლის, თითეული თბილისელის იმ ურთულეს პირობებში ყოფი ხალხის ყოფის დასაუმჯობესებლად. ამდენად ჩვენ აქცენტებს ავიღებთ სწორედ ამ საკითხებზე. ისევე როგორც რა თქმა უნდა, პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ არსებული საარჩევნო გარემოს შეცვლა. ჩვენ გამოვიყენებთ ამ საშუალებას და მინდა გითხრათ, რომ მომავალ კვირას შეხვედრა გვაქვს
არჩევნებში მონაწილე ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ დაკვირვებოდნენ 30 მაისის არჩევნებს და იქ გვინდა რომ სერიოზული ანალიზი გავუკეთოთ თუ რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი საერთოდ არსებულ გარემოსთან დაკავშირებით და მომავალში როგორ ვაპირებთ ჩვენ ამის შეცვლას. Რა თქმა უნდა ეს გაგრძელდება არა მხოლოდ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ჩვენ დღესაც პრაქტიკულად ყოველდღიურ კავშირში ვართ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და საკმაოდ დამაიმედებელია ის რომ ისინი სერიოზულად აპირებენ აქტიურ ჩართვას ამ საქმიანობაში. ბატონო ვიქტორ, არჩევნების დასრულების შემდეგ ალიანსი და კონკრეტულად თქვენი ლიდერი ეკლ ალსანია ნინო ბურჯანიძე ძალიან მკვეთრი კრიტიკის ობიექტი გახდა. არაერთი ბრალდება წაგიყენათ გუშინ ხალბატონო ნინომ. რა გახდა ნინო ბურჯანიძის გაღიზიანების მიზეზი? თქვენ როგორ შეაფასებთ? მე მინდა ერთი რაღაცა განვაცხადო. თქვენ მან დღემდე არ გიპასუხიათ, ალიანსის პასუხი არ გაუწია ამ ბრალდებებს და იქნებ ჩვენი ეთერით ჩვენ საერთოდ ნაკლებ დროს ვთხოვთ ხოლმე პასუხების გაცემას, რეაგირებას ამა თუ იმ კრიტიკაზე. მით უმეტეს, როდესაც ეს შეეხება არჩევნებს და მინდა ერთი რაღაცა ნათლად განვაცხადო, რომ დღევანდელმა 30 მაისის არჩევნებმა ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი მოითხოვს ცვლილებებს და პირველ რიგში ეს ცვლილებები უნდა განხორციელდეს მშვიდობიანი არჩევნების კონსტიტუციური გზით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, იმ ოპოზიციურმა ძალებმა და მათმა ლიდერებმა, რომლებმაც პირიქით ხელი შეუწყეს იმ ნიჰილიზმისა და უიმედობის დათესვას წინა საარჩევნო პერიოდში და ასევე საარჩევნო კამპანიის დროს, ეს არ იყო სწორი ნაბიჯი. მათ პირიქით ხელი უნდა შეეწყოთ და კანდიდატი ნამდვილად იყო, რომ მის გარშემო შეიძლებოდა კონსოლიდირება მოხდარიყო ირაკლი ალასანია და მე მგონი არჩევნების შემდგომ ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ბევრად უფრო უკეთეს შედეგს მიიღებდა ამ შემთხვევაში ოპოზიცია და ეს კრიტიკა აქედან გამომდინარე ბუნებრივია, აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. თუმცა არჩევნების შემდეგ რაც გადაჯგუფებები თავად ალიანსში შეგიმთად ხდება სულარ სუბარი წავიდა კოაგუნცაძე წავიდა საუბარია ლაშა ნაცვლიშვილზეც თუმცა ჯერ ეს ასე ვთქვათ დაუდასტურებელია ხო კრიტიკა ისმის ძირითადად თქვენი საარჩევნო კამპანიის მიმართ დღეს იყო საუბარი რომ ალიანსი არ იყო ორიენტირებული გამარჯვებაზე როგორ შეიძლება პოლიტიკური ძალა მონაწილეობდეს არჩევნებში და ის არ იყოს ორიენტირებული გამარჯვებაზე რაც შეეხება თვითონ დასმულ კითხვას ალიანსის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, იცით რა, ჩვენ ახლა ისევ როგორც ალბათ სხვა პოლიტიკური ძალებიც საკმაოდ სერიოზულად ვაანალიზებთ არჩევნებს, სერიოზულად ვაანალიზებთ თვითონ საარჩევნო გარემოს და აქედან გამომდინარე მის გაუმჯობესებას, ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი, მაგრამ დანარჩენ წევრებს, რომლებმაც ესე გადაწყვიტეს, ესეც ვფიქრობ საკმაოდ ჯანსაღი პროცესია, ისინი ვერ ხედავენ მოვლენების მორიგ პოლიტიკურ განვითარებას ისე როგორც ჩვენ ხედავთ, ამაში ალბათ არათავსებადობაა არჩევნების შემდგომ და აქედან გამომდინარე მათ ეს არჩევანი გააკეთეს. კონკრეტულად რა შეერს არათავსებადობა? პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მომავალ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ალბათ ის უიმედობა მათაც ჰქონდათ იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება არჩევნებში წასვლის. ეს ალბათ მათ უფრო უნდა გითხოთ. Guys, dostos saatში აგერ მე ახლა შემიძლია ამონარით წავიკითხო ირაკლი ალსანიას ინტერვიუა. ალიანსის საარჩევნო ბლოკია, რომელიც ადგილობრივი არჩევნებისთვის შეიქმნა, მოულოდნელად საკუთარი პარტიული სტრუქტურის გაძლიერებას ვაპირებთ, განსაკუთრებით რეგიონებში. იმ გამოსვლებით გასწორებებს, რაც ამ ერთ წელიწადში მივიღეთ საპარლამენტო არჩევნების მომზადებით. აქედან ძალიან ლოგიკური კითხვა მებადება, შეიძლება რომ გადაჯგუფებები თავად ალიანსში შეგინთაც მოხდეს? ისეთ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ანალიზი გასული პერიოდისა და მომავალი დაგეგმილი პოლიტიკური მოღვაწეობის კეთდება, უნებრივია, მაგრამ ის რომ პარტიული მუშაობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, თქვენ იცით ჩვენ ახალგაზრდა პარტია ვართ, ჯერ სულ რამოდენიმე თვის შექმნილი, ის რომ რეგიონებში კიდევ უფრო ახლოს უნდა ვიყოთ ხალხთან, კიდევ უფრო განმოვითაროთ ჩვენი ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც თბილისში, არა მხოლოდ რეგიონში. ეს არის ნათელი და არანაირად პარტიული აღშენებლობა, პარტიული განვითარება არ უშლის ხელს ალიანსის მუშაობას. სულ პირიქით და ეს ბოლო პერიოდში მე მგონი ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამდენად ამაზეა საუბარი და ჩვენ ბუნებრივია ამაზე წავალთ.
აქ შეიძლება საუბარი იყოს ბლოკის ალიანსის დაშლაზე, ასე ვთქვათ. არა, არანაირი საუბარი ალიანსის დაშლაზე ნამდვილად არ არის, აქ არის საუბარი ჩვენი პარტიული მუშაობის გააქტიურებაზე და ანალიზზე გამლილი პერიოდისა და მომავალ ნაბიჯებზე. პირველი ნაბიჯი საკრებულოში, როდესაც ჩახვალთ, რა იქნება ის საკითხები, რომელსაც ალიანსი დააყენებს საკრებულოს? ძალიან ბევრია, მე როგორც მოგახსენეთ, პირველ რიგში ეს იქნება თვითონ საკრებულოს მუშაობის გამჭვირვალეობა. თუ კი საკრებულოს რეგლამენტს გადახედავთ, საკრებულო სწორედ იმიტომ არის, რომ მონიტორინგი და კონტროლი ახორციელოს აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობისა. ჩვენ ამ გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული პრობლემები გაგვაჩნია, ისევე როგორც ხალხს. მე ხარ გახსოვთ ჩუღურეთში ვიყრიდი კენს და იმდენი თანხა ჩაყრილი იგივე ჩუღურეთის რაიონში იმ პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიც არის იგივე ინფრასტრუქტურის განვითარება, გზების მშენებლობა, ტოლულებით საკმაოდ უხვად დასახლებული რაიონია, იგივე ტოლულების კეთილდღეობისკენ გადადგმული ნაბიჯები და სხვა მიწისძვრის დაზარალებულები პრაქტიკულად არაფერი არ გაკეთებულა. და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სერიოზული გაანალიზება. არ შეიძლება არც ერთი თეთრი არ იყოს გაკონტროლებული თუ როგორ მიდის, რა მიზნობრიობით იხარჯება, რისთვის არის გამოყოფილი და შემდგომ იმ პროექტების კონტროლი არ გახორციელდეს. სწორედ ეს არის ჩემის აზრით საკრებულოს საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი და ჩვენ ბუნებრივია ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ და ვითანამშრომლებთ სხვებთანაც. ასევე მინდა ხაზი გაუსვა იმ პროგრამებს, გახსოვთ ჩვენი ჯანდაცვის პროგრამა, დასაქმების პროგრამა, სოციალური პირობების გაუმჯობესების პროგრამა და მაქსიმალურად ვიზრუნებთ იმისათვის დღენიადად, რომ ამ პროგრამებმა ასახვაპოვონ თითოეული მოსახლის უკიდურესად გაჭირვებული ფენის ყოფის გაუმჯობესებაში. თქვენ წერან საუბრობთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე და აპირებთ ამ საკითხზე არასამთავრობო სექტორთან დიალოგის დაწყებას. თუმცა ეროვნულმა ფორუმმა გუშინ გამოაცხადა ახალი ეტაპის დაწყება ბრძოლისა, სადაც სწორედ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე იქნება საუბარი. თუ აპირებთ რაიმე სახით თანამშრომლობას ეროვნულ ფორუმთან? ბუნებრივია, ჩვენ ერთ-ერთი სუბიექტი ვართ სწორედ იმ შეთანხმებისა, იმ ათეული შეთანხმებისა, რომელიც შედგა გასულ წელს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და ჩვენ ყველა ძალასთან ამ თვალსაზრისით ვითანამშრომლებთ, მათ შორის ეროვნულ ფორუმთანაც. გიგი უგულავამ პირველი რაც გააკეთა, ასე ვთქვათ, როდესაც საესკო პირველი მონაცემები გახდა ცნობილი, თქვა რომ მზად არის ითანამშრომლოს თავის ოპონენტებთან და კონკურენტებთან. რამდენად მზად ხართ რომ დასხდეთ ეთმაგიდასთან, თბილისის ხელმძღვანელობასთან და ის კონკრეტული საკითხები გაიაროთ, რაც თქვენ გაწუხებთ? როგორ შეიძლება ერთ შენობაში ისხდეს საკრებულოს წარმომადგენლები ზრუნავდნენ ხალხის კეთილდღეობისთვის და არ იყოს იქ დიალოგი, არ იყოს თანამშრომლობა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ მე მინდა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან დიალოგის და პრობლემების გადაწყვეტის თვალსაზრისით თანამშრომლობის ფასი ძალიან ძვირად დაგვიჯდა. თქვენ გახსოვთ ალბათ იგივე უშუალოების საბჭოზე ჩვენი დაყენებული წინადადებები, თქვენ გახსოვთ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ჯგუფში ჩვენი მუშაობა დასრულდა იმით, რომ უბრალოდ კარი გამოიხურეს და არანაირი არც ერთი ქმედითი ნაბიჯი ჯერჯერობით ხელისუფლებას არ გადაუდგავს ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, თუ კი ისინი ქმედით ნაბიჯებს გადადგავენ და ამას თანამშრომლობისთვის ან დიალოგისთვის არ ერქმევა, ჩვენ ბუნებრივია ყველა ძალასთან ვითანამშრომლებთ ჩვენივე ამომრჩევლის, ჩვენივე მოსახლეობის ყოფის გასაუმჯობესებლად. თქვენ თვლით, რომ საკრებულო გარკვეულწილად ცხელ პოლიტიკურ ცენტრად იქცევა თბილისს? იცით, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს საკრებულო აბსოლუტურად განსხვავებული იქნება დღევანდელი საკრებულო ვიდრე ეს თქვა წინა საკრებულოსაგან, იმ მხრივ რომ პოლიტიკური პარტიები საკმაოდ მრავლად არიან წარმოდგენილი და წონიანი პოლიტიკური ფიგურებიც მათ შორის, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ საკითხებზეც შეიძლება იყოს დებატები, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი მიზანია და ჩვენი უმთავრესი ამოცანა და არა მხოლოდ ამას რეგლამენტი ითვალისწინებს პირდაპირ და ყველამ კარგად იცის ეს რეგლამენტი, აუცილებელია ჩვენი მოსახლეობისთვის ზრუნვა. თითოეული პრობლემის გადაჭრა, ეს იქნება კომუნალური პრობლემები, ეს იქნება მიწისძვრის დაზარალებულთა პრობლემები, ეს იქნება ინფრასტრუქტურული პრობლემები, ურბანული პრობლემები. რა თქმა უნდა, ამის კომპილირება უნდა მოხდეს და შედეგი
სახეს ზედადგება ამ შემთხვევაში. ჩვენ საკმაოდ პრაგმატულად ვდგებით, ადეკვატურად ვდგებით, მაგრამ ის პოლიტიკური სივრცე, რომელიც შეიქმნა დღეს საკრებულოში, მე ვთვლი, რომ საკმაოდ დამაიმედებელია. დიდი მადლობა ბატონო ვიქტორ, მე გისურვებ წარმატებას პირველ რიგში და ნაყოფიერ მუშაობას საკრებულოში და კიდევ ერთხელ გილოცავთ იმ შედეგს, რომელიც მიიღეთ არჩევნებში. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ვიქტორ დოლიძე იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენ რეკლამის შემდეგ არჩევნის სტუდიაში ინგა გრიგოლიას ველოდებით. არჩევანი პირდაპირ ეთერში ინგა გრიგოლიასთან ერთად ბუნდება, საღამოშლობისა ინგა, მადლობთ რომ მოგბრძანდი ჩემი გადაცემაში. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ინგა პირველ რიგში გილოცავთ დიდი მადლობა. საკრებულოს წევრობას და საერთოდ ქრისტიან-დემოკრატებს იმ შედეგს, რაც მიიღეთ არჩევნებში. საქართველოს მასშტაბით ქრისტიან-დემოკრატებმა მეორე ადგილი აიღო, რატომ ვერ მიაღწიეთ იგივე შედეგს თბილისში? მე მინდა თქვენი ეთერი გამოვიყენო ზალთ თქვენი ნებართვით სულ 2 წუთით და გადაუხადო ყველა იმ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა სრულიად საქართველოს მასშტაბით, ვინც ენდო ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას და ვინც მოგცა ხმა. მე მინდა ყველას გადაუხადო ძალიან დიდი მადლობა და მივცე მათ პირობა, რომ არასოდეს ჩვენი ამომრჩეველი არ ინანებს, რომ ამ არჩევნებში ხმა მისცა სწორედ ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას. ამაში ვარ როგორც არასდროს ისე დარწმუნებული. რაც შეეხება შედეგს, რომელზეც თქვენ საუბრობთ, კი საქართველოს მასშტაბით ჩვენ გავედით მეორე ადგილზე არჩევნების შედეგების მიხედვით. რატომ ვერა ჩვენა თბილისში? არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ საქართველოს რეგიონებში ეს იყო ერთადერთი პარტია, სხვა შორის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, რომელმაც მოახერხა, რომ გასულიყო თბილისის გარეთ, ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია და სწორედ ამის შედეგი იყო აი ის ადგილი, რომელიც ჩვენ ავიღეთ. არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს საზეიმოდ საქმე ამ არჩევნების შედეგების მიხედვით და რასაკვირველია, როდესაც მილოცვაზე არის საუბარი და რაღაცა გამარჯვებებზე, ეს ასე არ არის, მაგრამ რეალურად ის შედეგი, რაც დაიდო სრულიად საქართველოს მასშტაბით 200,000-ზე მეტმა ადამიანმა გამოუცხადა მხარდაჭერა ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას, გამოგვიცხადა ნდობა ჩვენ. ეს არის გაორმაგებული შედეგი წინა არჩევნებთან შედარებით. ეხლა რაც შეეხება თბილისს, შესაძლებელია იმიტომ, რომ თბილისში არის გადანაწილებული მთელი ის ხმები, მთელი პოლიტიკური სპექტრის ხმები, ამომრჩეველთა ხმები და თბილისს ვერც ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ჯერჯერობით ვერ გაცდა. შეიძლება სწორედ ამიტომაც იყო ოდნავ სახეცვლილი თბილისის შედეგები, ვიდრე ეს იყო სრულიად საქართველოს მასშტაბით. ეს არის და ეს არაფერი განსაკუთრებული. თუმცა მე ერთი რამ მინდა ვთქვა, ეხლა რაღაც ისეთი მოდური გახდა, რომ აი რამდენი ხმა იყო ნაციონალურმა მოძრაობამ, რომ თითქოს ხელისუფლებამ დაიწყო ესეთი განცხადებები, რომ მითი დაინგრაო იმაზე, რომ თბილისი არის ოპოზიციური ქალაქიო. მე მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ ძალიან ცდებია, როცა ამ განცხადებას აკეთებენ, იმიტომ რომ თბილისში 1 მილიონი ამომრჩევლიდან მათი ხმა იყო 250,000 ოფიციალურად, ხო დაფიქსირებული იმ მაჩვენებლით, რაც დაიდო ამ არჩევნების შედეგის მიხედვით. დანარჩენი ადამიანი არ არის მათი ამომრჩეველი. ანუ ნუ იტყვიან ნაციონალურ მოძრაობის ლიდერები, რომ თბილისი არ არის ოპოზიციური, ძალიანაც ოპოზიციურია თბილისი, უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თქვათ, რატომ აიღო შედარებით ნაკლები ხმა ოპოზიცია, მაგრამ ის, რომ ნაციონალებს აქვთ გამარჯვება სრულიად თბილისის მასშტაბით და საქართველოსი, ეს არ შეესაბამება. რეალურად ქრისტიან-დემოკრატებს 3 მანდატი აქვს საკრებულოში და საერთოდ ოპოზიციას 11. ინგა საკმარისია ეს იმისთვის, კითხვა მე წინასწარმოებსაც დავუსვი ვიქტორ დოლიძე, საკმარისია ეს იმისთვის, რომ რეალურად ოპონირება გაუწიოთ უმრავლესობას. იცით რა, ძალიან თამამი თუ არ ვიქნები ახლა ამ შეფასებაში, მე მინდა ვთქვა ასეთი რამ, ხარისხობრივად შესული 11 ადამიანი ოპოზიციიდან ბევრად აღემატება იმ დანარჩენს ნაციონალური მოძრაობიდან ვინ შევიდა. გულისხმობ ხარისხობრივად და რატომ? როდესაც თქვენ სვამთ კითხვას, რომ რეალურად შეძლებს თუ არა, თქვენ გაიხსენეთ ახლა ჩემთან ერთად, როგორი გამოცდილი პოლიტიკოსები შედიან დღეს თბილისის საკრებულოში. ძალიან არ უნდა შეიძლება ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური ცენტრი გადავიდეს საკრებულოში, მაგრამ მათ ეს მოუწევთ, იმიტომ რომ თბილისის საკრებულო რეალურად აიღებს თავის თავზე ალბათ იმ ფუნქციას, რაც წესით უნდა ქონოდა პარლამენტს. თავის დროზე ძალიან ცუდ იქნეს ოპოზიციურმა პარტიებმა, როდესაც უარი თქვეს მანდატების გამოყენებაზე და ჩვენ ერთპარტიული მმართველობა, რაც გვაქვს ქვეყანაში, მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქცია ახერხებს მათთან ოპონირებას პარლამენტიდან. საკრებულოდან ეს იქნება გაასმაგებული ოპონირება და მე ვთვლი, რომ ძალიანაც კარგად მოხდება. გამართლებლად მიგაჩნიათ, რომ თბილისის საკრებულო იქცეს ძალიან მწვავე პოლიტიკურ ცენტრად დედაქალაქისთვის და არა იმ
ორგანოდ, რომელმაც თბილისის კეთილდღეობაზე უნდა იზრუნოს. არა, როგორ გეკადრებათ ოპონირებას, როდესაც ჩვენ ვამბობთ ძალიან მწვავე ფრონტის გახსნაზე, როცა ვსაუბრობთ, სწორედ იმიტომ ვამბობთ, რომ აქედან უნდა დაიწყოს რეალურად იმ საქმის კეთება, უნდა აიძულო ხელისუფლება, თუ შენ არ ყოფნის გადაწყვეტილებისთვის შენი ხმები, რომ გააკეთოს ის საქმე მართლა რაც ჭირდება თბილისელებს, რომ წავიდეს მათი ბიუჯეტი, მათ მიერ აქამდე როგორც იყო, უცნაური ბიუჯეტი, რაღაც კონკრეტული აკვიატებებით, მაგალითისთვის ვიტყვი ისევ ხიდებითა და რაღაც გაუგებარი შეიძლება ხშირ შემთხვევაში შადრევნებით. ეს ბიუჯეტი უნდა წავიდეს სწორედაც რომ თბილისის კეთილმოწყობისთვის, სწორედაც რომ თბილისელებისთვის უნდა დაიხარჯოს უმძიმეს მდგომარეობაში მცხოვრები ხალხისთვის და მე მინდა გითხრათ რომ თბილისის საკრებულო პოლიტიკური ოპონირება ეს უბრალოდ რაღაცა ბრტყელი ფრაზების ის კი არ უნდა იყოს რაღაცა კორიანტელი თბილისის საკრებულოში, არამედ ჩვენ უნდა წამოვიყვანოთ ხელისუფლება კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე. მაგალითისთვის გეტყვით. გიგი უგულავამ ხო გააკეთა ესეთი განცხადება, რომ აი ჩვენ ვართ მზად რომ დავიწყოთ თანამშრომლობა ოპოზიციასთან. მინდა მივმართო ეხლა თქვენი ეთერით ხელისუფლებას. თუ ისინი ნამდვილად არიან მზად რომ წამოვიდნენ ოპოზიციასთან სათანამშრომლოდ, მაშინ დავსხდეთ, დავიწყოთ საუბარი ჩვენ საარჩევნო პროგრამაზე. ანუ არა იმიტომ რომ ეს იყო ქრისტიან დემოკრატების, არამედ ყველაზე მწვავე, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი ეს არის ამ ქვეყანაში უზარმაზარი გადასახადები. თუ მართლა უნდა ხელისუფლებას და თუ ისე უბრალოდ ხალხს არ აყრის თვალებში ნაცარს, მაშინ დასხდნენ ჩვენთან ერთად დაიწყონ საუბარი ტარიფების გაიაფებაზე. აი ესეთი თემები იქნება ის ფრონტი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, აი ამ ფრონტისთვის მთავარი ოპონირების თემები, სოციალური თემები, პენსიის თემა, ადამიანების დასაქმების თემა, ბიზნესის განვითარების თემა, მარტო საგადასახადო კოდექსში ცვლილებები არ უშველის ამ ქვეყანაში, არც სამუშაო ადგილების შექმნას, არც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. დავიწყოთ ეხლავე რეალურად ამ ტარიფებზე ზრუნვა და მაშინ მე არ შემწხვება ზალ თქვენთან მოვალ გადაცემაში და ვიტყვი, აი წამოვიდა ხელისუფლება თანამშრომლობაზე. აი ამ კუთხით თუ კი შევხედავთ, რომ ჩვენი ბრძოლა უნდა იყოს ადამიანების კეთილდღეობისკენ მიმართული, ამას წინათ გია ჭანტურია იხსენებდა, რომ თბილისის ბიუჯეტშიო რაღაცა ისეთი უცნაური თანხებიაო და საუბრობდა, რომ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მაგალითად თითო შვილზე იყო გამოყოფილი 5 ლარი და ისიც უნდა ყოლოდა 7 შვილი, რომ შენ ეღიარებინე მრავალშვილიან ოჯახად და გია ჭანტურია რატომ გამახსენდა ერთ-ერთ გამოსვლაში ამბობდა, რომ თბილისის ბიუჯეტში უპატრონო ძაღლებისთვის არის გამოყოფილი 16 ლარი და 70 თეთრიო. აი ეს უნდა შევცვალოთ, აი ამაზე უნდა იყოს ოპონირება, რომ ხალხს კონდეს საკუთარი ქვეყნის ნორმალური სრულფასოვანი მოქალაქის განცდა და არ კონდეს იმის განცდა, რომ ის არავის აინტერესებს და მარტო ფასადური არის. შენ ეხლა გია ჭანტურია ახსენე, გია ჭანტურია ვერ გახდა თბილისის მერი, ის არ არის საკრებულოში. სად არის გია ჭანტურია? სად იქნება გია ჭანტურია ქრისტიან დემოკრატებში? იცით რა, მე ვთვლი რომ სწორედ ჩვენი საარჩევნო პროგრამის შესახებ, როდესაც ვსაუბრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა ჩვენი ბრძოლისთვის, ჩვენი ბრძოლის გზაზე გია ჭანტურია იქნება ჩვენი პარტნიორი. გია ჭანტურია არ არის ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის წევრი, თქვენ ეს იცით, ამ წუთას სად არის ვერ გეტყვით, 2 დღის წინ ვესაუბრე, ჩვეულებრივი საუბარი მქონდა მასთან და ის რასაკვირველია, ამ მიმართულებით იქნება ჩვენი პარტნიორი. მცირე და საშუალო ბიზნესზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ამ მიმართულებით რასაკვირველია, ის იქნება ჩვენი პარტნიორი, იმიტომ რომ პროგრამა, რომელიც იყო დადებული, მართლა სჭირდება ამ ქვეყანას. მართლა ძალიან სჭირდება ამ ქვეყანას, რომ ხალხმა ოდნავ მაინც ამოისუნთქოს. დასაქმება შეუძლებელია შეიქმნას ქვეყანაში. ყველა პოლიტიკური პარტია სწოდავს, ვინც ხალხს პირდება, ან პირდებოდა, ან მომავალში დაპირდება, რომ აი მე მოვალ და შენ გექნება კონკრეტული სამუშაო ადგილი. ვინმე ეხა რომ არ ვაწყეინო, გავიხსენებ კარგით მოქალაქეთა კავშირს, თუ მაინც და შემდეგ იყო იგივე ნაციონალური მოძრაობის ლოზუნგი, ხო, დასაქმებაზე. სანამ არ გაიაფდება ქვეყანაში ტარიფები, ვერ შეიქმნება სამუშაო ადგილები. ამიტომ ჩვენ დავაყენებთ ამ თემას სხვა თემებთან ერთად თბილისის საკრებულოში და მე მჯერა იცით რისი, რომ ბევრი პარტიისგან განსხვავებით ქრისტიან დემოკრატებს აქვთ ერთი უპირატესობა, რას გულისხმობ. ჩვენ გვეყოლება საკრებულოში ფრაქცია, მაგრამ ჩვენ ყავს ძალიან სერიოზული ფრაქცია საქართველოს პარლამენტში. ორი ფრონტიდან როდესაც შეუტევ ხელისუფლებას, თუ საჭირო იქნება ხალხის ხმასაც თუ კი გააგონებ ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებაზე შეიძლება ნამდვილად რეალურად მიგაჩნია, რომ ის ოპოზიციური ფრაქციები, რომელიც საკრებულოში შეიქმნება, პრაქტიკულად თქვენი ალიანსი, რომ რაღაც ფორმით თქვენი გაერთიანება მოხდეს. და უფრო ეფექტური იყოს ამ შემთხვევაში ოპოზიციის მუშაობა საკრებულოში. ჩვენ პირველ რიგში ჩვენს მომავალ პარტნიორებად განვიხილავთ, რასაკვირველია იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც გადალახეს ბარიერი და რომლებიც შევლენ თბილისის საკრებულოში ჩვენთან ერთად. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ შორის არ იყოს პარტნიორობა. ძალიან მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა ამ არჩევნების წინ. ჩვენ გვებრძოდა ერთად როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია სამწუხაროდ, მაგრამ მე ამას ვხსნი ერთგვარი კონკურენციის
შინ შიში იყო ეს მომენტი, ეხლა უკვე აღარ არის არჩევნები, ანუ ჩვენ შორის მართლა უნდა შედგეს თანამშრომლობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის სოციალური მდგომარეობა, ადამიანების პრობლემები ჯანდაცვის პროგრამებთან მიმართებაში, იგივე ტარიფები, ნებისმიერი სხვა თემა, საპენსიო ასაკი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა თემა, რომელიც თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ნორმალურ ცხოვრებას შეეხება. ამ საკითხებში ჩვენ ვიქნებით ყოველთვის ერთიანები. რაც შეეხება ეხა რაღაც გაერთიანებას ერთი ფრაქციის სახით და ასე შემდეგ, ამაზე არც საუბარი ყოფილა და თქვენ იცით ქრისტიან დემოკრატების ძალიან მკვეთრი პოზიცია ამასთან მიმართებაში, არასოდეს ჩვენ არ ვსაუბრობთ ხელოვნურ გაერთიანებებზე. რეალურად რა არის გაერთიანება? პარტნიორობა, ერთმანეთის გვერდში დგომა. ეს ნამდვილად იქნება საკრებულოს დონეზე, მაგრამ რაღაც ხელოვნური გაერთიანება და ფრაქცია და ასე შემდეგ ერთიანი არის. შენ აცხადებდი რომ არჩევნების შემდეგ ყველა საკადრის პასუხი გაეცემა. ის გულისხმობდი? ყველას თუ კი ვინმეს რაიმე პრეტენზია ექნება ქრისტიან დემოკრატების მიმართ, ეს იქნება ხელისუფლება თუ ეს იქნება ოპოზიცია, ყოველთვის გაეცემა პასუხი. იცით რატომ ვამბობ ამას? წეღან ვახსენე ეს თემა. გამოდიოდა სააკაშვილი, აქილიკებდა ჩვენს პროგრამას და ამბობდა რომ კომუნიზმში უნდათო რომ დაგვაბრუნონო. გამოდიოდა ოპოზიცია, აკრიტიკებდა კი არა, პირდაპირ ცდილობდა რომ ლაფი დაესხა გია ჭანტურიას პროგრამისთვის და მე გითხარით რომ ამას ხსნი მეთქი ერთგვარი კონკურენციის მომენტით. იყო ნუ ასეთი ფაქტი. სინამდვილეში თუ კი ვინმეს ართმევდა ეს პროგრამა ხმებს, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება და თუ კი ვინმეს ურტყამდა. შესაბამისად, მაშინ ჩვენ ვთქვით უარი დებატებში დავმსხდარიყავით, გახსოვთ იგივე ოპოზიციასთან, თანახმა ვიყავთ ხელისუფლებასთან სამწუხაროდ არ შედგა ასეთი ტიპის დებატები, ამიტომ მე დღეს ვამბობ, რომ თუ კი მომავალში ვინმეს რაიმე კითხვები გაუჩნდება, დებატებიც იქნება, პასუხისგაცემაც იქნება და ასე შემდეგ. არ იყო მაშინ საჭირო. ჩვენი ამომრჩეველი დიდი ნაწილი იცით რატომ არ მივიდა არჩევნებზე? იმიტომ რომ ბოლო პერიოდში რასაც უყურებდა, ის იყო როგორ ჭამდა ოპოზიცია ერთმანეთს, როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს და ძალიან დიდი ნაწილი სხვათა შორის იმის გამო არ მივიდა, რომ ერთგვარი ნიჰილიზმიც არის. მე ვსაუბრობ, რომ 1 მილიონიდან 250,000 ხმა აიღო მხოლოდ ნაციონალურმა მოძრაობამ. შემდეგი დანარჩენი ხმები ხო გადანაწილდა ოპოზიციას და უზარმაზარი რაოდენობა კიდევ ასევე ამომრჩევლისა საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე. იმიტომ არ მივიდა, რომ ხალხს უნდა დავანახოთ იმედი, მომავლის იმედი და აი სწორედ ის ფქილიკი, ის ქიშპობა იყო ერთგვარად ალბათ იმ ნიჰილიზმის მიზეზი და პლუს ის აქციები, რომელიც დიდი ხანი მიდიოდა ამ ქვეყანაში და სამწუხაროდ ისევ იმით დამთავრდა, რომ შედეგი კვლავ ის იყო, რომ კვლავ ნაციონალები და მიხეილ სააკაშვილი არიან ქვეყნის სათავეში. ამიტომ ვამბობ, მაშინ ჩვენ აღარ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დებატების რეჟიმში გაგვეგზელებინა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს იყო ძალიან მძიმე თავდასხმები ჩვენზე. ვისაც არ ეზარებოდა და ვისაც ეშინოდა არჩევნებში შედეგებისა, ის ყველა ებრძოდა გია ჭანტურიას, ხელისუფლებიდან დაწყებული ოპოზიციით. ინგა, დიდი მადლობა, მე გისურვებ წარმატებას საკრებულოში და ნაყოფიერ მუშაობას. ძალიან დიდი მადლობა. და კიდევ ერთხელ ვლოცავ ქრისტიან დემოკრატებს იმ შედეგს, რომელიც თქვენ მიიღეთ. ძალიან დიდი მადლობა. მე კიდევ ერთხელ მინდა გადაუხადო უღრმესი მადლობა ყველა ჩვენს ამომრჩეველს და კიდევ ერთხელ გაძლევთ პირობას. არასოდეს ინანებთ რომ მიხვედით არჩევნებს და ხმა მიეცით ქრისტიან დემოკრატებს. მაშასე იმედი გვაქვს რომ თქვენ არ ინანებთ, ვინც ქრისტიან დემოკრატებს მისცა ხმა. ინგა გრიგოლია გახდა ჩვენი სტუმარი. რეკლამის შემდეგ არჩევანის სტუდიაში კახა შარტავას ველოდებთ. არჩევანი პირდაპირ ეთერში ბრუნდება და ჩვენი სტუმარი გახლავთ ეროვნული ფორუმის ლიდერი კახა შარტავა. საღამოშტოს ბატონო კახა, მადლობთ რომ მოგბრძანდით სტუდიაში. ბატონო კახა, ჩვენ ახლა საკრებულოს ახალი შემადგენლობის 3 წევრი გვყავდა სტუმრად. ხომ არ ნანობთ რომ არჩევნებში არ მიიღეთ მონაწილეობა? არა, არავითარ შემთხვევაში არ ვნანობ, თუმცა ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც გარკვეული შედეგი აჩვენა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოებში ადგილები მოიპოვა, სერიოზული მუშაობა მოუწევთ ალბათ ბევრ საკითხზე, მათ შორის მე ვიმედოვნებ საარჩევნო გარემოს შეცვლა გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები და თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხებიც იქნება მათთვის საინტერესო და ამ მიმართულებითაც თავის ძალის ხმევას არ დააკლებენ საერთო საქმეს და გამოიყენებენ იმ შედეგებს, რა შედეგებიც მიიღეს და მათ შორის საკრებულოს თუ ვინც პარლამენტში ამ რესურსს მე ვფიქრობ, რომ ახლა ყველა რესურსია გამოსაყენებელი იმისთვის, რაც შეიძლება დღეს საერთო ამოცანად ჩანდეს მიუხედავად იმისა, ვინმე მონაწილეობდა არჩევნებში თუ არა. და ერთ-ერთ ასეთ ამოცანად გამოიკვეთა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობა. ყოველ შემთხვევაში პრაქტიკულად ყველა ოპოზიციონერი ამაზე საუბრობს და ამომრჩეველსაც აქვს ასეთი განწყობა, რომ საარჩევნო გარემო შესაძლებელია, რომ აზრი მიეცეს რეალურად არჩევნებს. ამ მიმართულებით ალბათ ყველა რესურსი ვიმეორებ გამოსაყენებელი იქნება და მათ შორის
იმ ოპოზიციის ნაწილის რესურსი, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და რაღაც შედეგი აჩვენეს. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისას თქვენ მოუწოდეთ ოპოზიციას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაკენ და გარკვეულწილად რაღაც ფრონტის ახალ ხაზსაც ხსნით იმისათვის რომ ქვეყანაში საარჩევნო გარემო უკეთესი იყოს. ვინ გამოეხმაურა თქვენს მოწოდებას? ჩვენი შეთავაზება რომ გაგვეხსენებინა ის საკითხი, რაზეც უკვე შეთანხმებული ვიყავით პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეხება იმ სუბიექტებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს, ჯერ კიდევ თებერვალში დადებულ შეთანხმებას ამ საარჩევნო გარემოს შეცვლისათვის აუცილებელი წინადადებების შესახებ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პაკეტის მომზადებაში და სადაც ექსპერტიზა გაიარა ამ პაკეტმა. საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან ძირითადი ეს გახდათ ქართული აკადემია, დამოუკიდებელ ექსპერტთა საბჭო და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ალბათ მიიღებენ მონაწილეობას ხელმეორე განხილვაში ამ წინადადებების და ის სუბიექტები პოლიტიკური, რომელთაც ხელი აქვთ მოწერილი. პირველ რიგში პირველი ნაბიჯი ალბათ უნდა გადადგან მათ, ვინც უკვე აიღო ვალდებულება თავის ხელმოწერით. მე ძალიან დიდი მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ქართული აკადემია გამოეხმაურა ამ წინადადებას და მოდის მათგან შემოთავაზება, რომ იქნებ მოხდეს შეკრება იმ სუბიექტების, ვინც თავის დროზე შეიმუშავა ეს წინადადებები და ხელი მოაწერა. და მე თავად ვეთანხმე, თავად მომხრევარ იმის, რომ ეს შეკრება იყოს ღია და საჯარო, თუ სურვილი ექნება ჟურნალისტების თანდასწრებით, რათა საზოგადოებამ ნახოს, რომ ის პარტიები, რომლებმაც ვალდებულება აიღეს რაღაც წინადადებაზე, დღეს როგორ უყურებენ ამ საკითხს, არიან თუ არა მზად ერთად განაგრძონ ბრძოლა ამ საარჩევნო გარემოსთვის, თუ ვინმე შეცვალა პოზიცია და საერთოდ შესაძლებელია თუ არა საზოგადოებაში რეალური ბრძოლის განწყობის შექმნა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მივახციოთ შედეგს. ასეთ პრინციპს, როდესაც სიტყვას ბრძოლას. ბრძოლა პოლიტიკური, ყველა იმ პოლიტიკური მეთოდის გამოყენა ბრძოლას შეიგულისხმება, თუნდაც მარტივი რამეც ბრძოლაა. მაგალითად, შეთანხმება იმაზე, რომ ამ საკითხს ჩვენ ამ საკითხის ირგვლივ ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, მაგალითად, პირველ ეტაპზე საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას და შეგზავნას პარლამენტში, რათა ვნახოთ რა რეაქცია შეიძლება წამოვიდეს იქედან. ეს არის პირველი ნაბიჯი, მხარდაჭერის უზრუნველყოფა ამ საკანონმდებლო ინიციატივისთვის ხელმოწერების შეგროვებით და ასე შემდეგ. მაგრამ პროცესის დაწყება, სწორი პროცესის დაწყება თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მეტნაკლებად გამოკვეთილი იქნება დაახლოებით რა ვადა შეიძლება დაჭირდეს ამ პროცესს. მე ვფიქრობ, რომ თუ შეთანხმება შედგება, რომ ეს პროცესი და პოლიტიკური ბრძოლაში პოლიტიკური ბრძოლა იგულისხმება და არა სხვა რამ, დაიწყება სადღაც ზაფხულის ბოლოსთვის გამოკვეთილი იქნება ძირითადი ტენდენციები და შემოდგომისთვის გვეცოდინება ჩვენ გარემოს შეცვლაზე. საუბარ საერთოდ აზრი აქვს ქვეყანაში თუ პერსპექტივა არ აქვს ამ თემას და მაშინ სხვა ტიპის პროცედურებზე უნდა ვიფიქროთ, მაგრამ არ გამოვაზე ფიქრი ამ სიტუაციაში დაუშვებელია, ჩვენ უნდა ვცადოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ეს გამოვიდეს, ვინაიდან ამის სურვილი, რომ საარჩევნო გარემო შეიცვალოს ქვეყანაში და ნორმალური არჩევნები ჩატარდეს, არსებობს და საზოგადოებაში რომ ამის მოთხოვნილება არსებობს, აჩვენა ამ არჩევნებმაც, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა ადგილობრივ რა მიგაჩნიათ თავი პრობლემა დღევანდელ საარჩევნო სისტემაში? დღევანდელ საარჩევნო სისტემაში მისი უსამართლობა და საშუალება იმისა, რომ ნებისმიერი მეთოდით გაყალბდეს არჩევნები. გამოყენებული იქნას გაბერილი სიები, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა. დღემდე არ ვიცით ზუსტად რამდენი ამორჩეველი ყავს საქართველოს, თუმცა ისიც არ ვიცით ალბათ ზუსტად რამდენი მოქალაქე ცხოვრობს ქვეყანაში. ასეთ სიტუაციაში, როცა არ იცი ზუსტად რამდენი ამორჩეველი ყავს, უნდა მოიფიქრო მექანიზმი, რომელიც დააზღვევს არჩევნებს იმ ტიპის გაყალბებისგან, რომელიც გულისხმობს ერთი ამორჩეულის მიერ სხვადასხვა უბანზე ხმების მიცემას და წინასწარ შემოხაზული და ბეჭედ დარქმული ბიულეტენების ტარებას უბანზე წინ და უკან. ამის დამცავი მექანიზმები მარტივი მოსაფიქრებელია და მოფიქრებულია. ამ მექანიზმების ირგვლივ შეთანხმება მიღწეულია. ახლა არის საჭირო პოლიტიკური ნება ოპოზიციის და საზოგადოების, რომ ეს საკითხები განხილვადი გახდეს და მიღწეული იქნას შედეგად ის, რომ ეს ცვლილებები, პროცედურული ცვლილებები და საკანონმდებლო ცვლილებები პაკეტის საკმაოდ მოცულობით საკმაოდ დიდია, შევიდეს ამ საარჩევნო სისტემაში, რასაც სხვათა შორის მიესალმება საერთაშორისო საზოგადოებრიობაც, ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციამ, სადაც ჩვენ წავიღეთ ექსპერტიზაზე ეს წინადადებები ამ პარტიების 10 პარტიის მიერ ხელმოწერილი და ყველა იმ სახელმწიფოს საელჩო, საქართველოს მეგობარი სახელმწიფოს საელჩო, სადაც ჩვენ ასევე წავიღეთ ექსპერტიზაზე ეს წინადადებები, თანახმა იმაზე ეთანხმება, რომ ასეთ ტიპის ცვლილებები გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს და თუ პროცესი ამ ცვლილებისთვის სათანადო დაიწყება ქვეყანაში, ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ ამ პროცესს. ბატონო კახა, არ თვლით რომ თქვენ რომ მიგეღოთ არჩევნებში მონაწილეობა, დღეს საკრებულო გაცვლილებთ უფრო ძლიერი, საკრებულოში გაცვლილებთ უფრო ძლიერი ოპოზიციური ფრთა იქნებოდა? არა, არ ვთვლი, სიმართლე გითხრათ და არჩევნებში მონაწილეობის არ მიღებას გარკვეული თავისებური
პრინციპული მოსაზრებები უშლიდა ხელს. ახლა ჯერ ერთი თუ საერთოდ არჩევნებზე ვილაპარაკებთ, როგორღაც ჩატარებული არჩევნები, სადაც შეიძლება 1-2 კაცი მაინც გაიყვანოს საკრებულოში, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ამორჩევლის წინაშე ღირსეულად წარდგე და უთხრა, რომ აი ჩვენი ამოცანა ახლა არის 1-2 კაცი გავიყვანოთ საკრებულოში. ამისთვის არ მოდიოდა ამორჩეველი არჩევნებზე. გარდა ამისა, იმაჩნია, რომ პარტია არ არის მარტო საარჩევნო მანქანა, მას აქვს თავის პოლიტიკური შეხედულებები და პოლიტიკურ ანალიზს აკეთებს სიტუაციისა. იმაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მოხდა ომი და დაიკარგა რეგიონები, ტერიტორიები ამ ომის შედეგად, ქვეყნის გადართვა დარჩენილ რეგიონებში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაზე გარკვეულწილად გარესამყაროს მიერ აღიქმება და ჩემს მიერაც აღიქმება ერთგვარ თანხმობად ქართული საზოგადოების მხრიდან იმ სტატუს კვოზე, რაც დღეს არის. თუ ასეთ ლოგიკით არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო. ადგილობრივი არჩევნები არანაირი ადეკვატური პასუხი არ იყო იმ სიტუაციაზე, რაც შეიქმნა. ეს არის ჩემი დამოკიდებულება. თუ ჩვენ ვთვლით, რომ დაშვებულია პოლიტიკური შეცდომები, რომელსაც შედეგად მოყვა ომი და დაიკარგა ტერიტორიები, მაშინ უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი იმ გუნდისა, რომელმაც ეს შეცდომები დაუშვა. თუ ასეთი რამ არ მომხდარა, მაშინ მით უმეტეს აქედან გამომდინარე ადგილობრივი არჩევნების 3 თვით ადრე გადმოტანის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა და ჩატარდებოდა ის არჩევნები, როცა უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ყველა შემთხვევაში საარჩევნო გარემოს შეცვლისათვის ბრძოლის დაწყება აუცილებელი იყო და ალტერნატიული პოლიტიკური პროცესის ინიციირება ოპოზიციის მხრიდან, შემხედრი პოლიტიკური პროცესის იმ ინიციატივაზე, რაც წამოვიდა ხელისუფლების მხრიდან, ოპოზიციას აძლევდა შანსს არჩევნებამდე გზადაგზა რაღაც პატარ-პატარა გამარჯვებებით, არჩევნებში გამარჯვებისათვის მეტი შანსი მოეპოვებინა, ვინაიდან არჩევნებს მარტო არჩევნების დღეს ვერ მოიგებ, მანამ თუ არ გაქვს რაღაც გამარჯვებები მიღწეული და საარჩევნო გარემოსთვის დაწყებული პროცესი, შეცვლისათვის დაწყებული პროცესი. ამ გამარჯვების შანსი იძლეოდა, იმიტომ რომ კონსულტაციებში NDI, რომელიც აწარმოებდა საარჩევნო კოდექსს. იმ კონსულტაციებში მონაწილეობდნენ ის სუბიექტები, რომლებმაც წინასწარი თანხმობა განაცხადეს არჩევნებზე, ეს არჩევნებში მონაწილეობაზე, თუმცა ჩვენს კოლეგებს გავატანეთ იქაც ეს წინადადებები. პრობლემა იმ NDI-ის ფორმატში გახდა შემდეგი. გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი იყო ისეთი, რომ პრაქტიკულად არც ერთ წინადადება არ გავიდა. კონსენსუსი ყველას -1 ისეთი მექანიზმია გადაწყვეტილების მიღების, რომელმაც ოპოზიციას არ მიცარცე წინადადების გატანის საშუალება. ერთი პარტია ყოველთვის მოიძაბნებოდა იქ, რომელიც ამბოითხოვდა უარს ნებისმიერ წინადადებას. შესაბამისად, თუ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი არ არის შეცვლილი, ასეთ ფორმატში ვერანაირ ცვლილებას ვერ განახორციელებ. ამიტომაც არ კონდა აზრი. ამიტომაც ვერ გავიდა თუნდაც ის 50%-იანი ბარიერი, რომლის ირგვლივ თითქოს კონსოლიდირებული იყო საზოგადოება, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი არ მიცავს საშუალება რიგ ოპოზიციურ პარტიებს გაემარჯვათ თუნდაც ამ პატარა ლოკალურ პოლიტიკურ ბრძოლაში. ამიტომ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი და ფორმატს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უბრალოდ დიალოგისთვის, ფორმატისთვის, რომელსაც შედეგი არ მოაქვს, ეს თავის მოტყუებაცაა და ამორჩევლის. ამიტომ როცა თუ ოდესმე მივადგებით იმ მომენტს, როდესაც საკითხების რეალურად განხილვა დაიწყება გნებავთ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საერთაშორისო ორგანიზაციების თანდასწრებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმს და ფორმატს, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული. ირაკლი მელაშვილის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ის აცხადდა, რომ საინტერესო კონფიგურაცია შედგება ძალიან მალე საერთოდ ქვეყანაში და კონკრეტული სამოქმედო გეგმაც დაიდება ეროვნული ფორუმის მხრიდან. რა სამოქმედო გეგმაზე საუბრობთ? რა თქმა უნდა დაიდება, თუმცა სამოქმედო გეგმის ახლა გამოცხადება და სწორედ პირველ რიგში უნდა გავერკვიოთ რა ტიპის პოლიტიკური კონფიგურაცია იქნება. ანუ რაღაც დაჯგუფება მოხერხდება თუ არა კონკრეტული ამოცანის ირგვლივ, თუ თითოეულ პარტიას და მათ შორის ეროვნულ ფორუმს დამოუკიდებლად მოუწევს მისთვის მას რაც სწორი მიაჩნია იმ პროცესის ინიციირება. ეს გაირკვევა ეხლა აი ამ კვირების 2 კვირის განმავლობაში ის პარტიები, ვინც არჩევნებში მონაწილეობდნენ, ჯერ კიდევ ამ საკითხებით არიან დაკავებული, შედეგების შეჯამება, დაფიქსირება იმ გაყალბების ფაქტებისა, გასაჩივრება და ასე შემდეგ. თანდათან ეს პროცესი დაიწმინდება, ამას ახლავს თან ნეგატიური მხარეც. ახლა როდესაც ყველა კმაყოფილი და ბედნიერი არ არის, რა თქმა უნდა, შედეგები ძირითადად ვაწყდებით ხოლმე ურთიერთგაღიზიანებას, ერთმანეთსადმი ბრალდებას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი თანდათან უნდა დაილექოს და გამოიკვეთოს რაღაც საერთო ინტერესი, რომლის ირგვლივაც შეიძლება საზოგადოებრივი პოლიტიკური ფრონტის კარგი გაგებით ვამბობ, არა რაღაც
საბრძოლო და საომარი ფრონტის პოლიტიკური ფრონტის ორგანიზება. ეს გვაჩვენებს კონფიგურაციას, რომელი სუბიექტები შეიძლება დაჯგუფდნენ რა ამოცანის სრული. თუ ასეთი კონფიგურაცია არ შეიქმნა, აი ეროვნული ფორუმის ყრილობისთვის, რომელსაც ჩვენ ივნისში ვგეგმავთ, ყრილობისთვის ეს კონფიგურაცია მგონია გამოკვეთილი იქნება და მაშინ მოგვიწევს გაცხადება უკვე ვარიანტისა. ვიღაცები ერთად აკეთებენ ამ ყველაფერს თუ ფორუმს მარტო უწევს ინიციირება ალტერნატიული პოლიტიკური პროცესი. როდესაც თქვენ ასე ვთქვათ ოპოზიციას თავაზობთ, რომ გაერთიანდეს ამ თქვენი იდეის გარშემო, რასაც თქვენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებთ. საერთო იდეა საერთო. აქ მეორე ფლანგიც არის, რომელიც მოუწოდებს ოპოზიციას, რომ დაიწყონ ბრძოლა ადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მიერ გულისხმობ ბატონ ნინო გურჯანაძის გამოსვლებს. რამდენად რეალურია, რომ საერთოდ თქვენ შორის რაღაც სასახი დიალოგი შედგას, თუ ეს არის რადიკალურად განსხვავებული პოზიციები? თუ ასეთი იქნება მიდგომა, რომ ადამდელი არჩევნები, საპრეზიდენტო საპარლამენტო არჩევნები ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ ვითარებაში, მაგრამ ადამდელი საპრეზიდენტო საპარლამენტო არჩევნები. ლამაზე მე პირადად ასეთი ამისადმი, ასეთი დამოკიდებულება მაქვს. გამოცდილება გვაქვს. 2 წლის განმავლობაში 3 არჩევნები ჩატარდა. ამ გარემოში ჩატარებულ არჩევნებს არანაირი შედეგი არ მოაქვს, რაც უნდა ოპოზიციას. გნებავთ საპრეზიდენტო დავნიშნოთ ახლა, გნებავთ საპარლამენტო, გნებავთ ისევ ადგილობრივი, შედეგი იქნება იგივე. თუ თამაშის წესებს არ ცვლი და არ ქმნი ისეთ პირობებს, რომელშიც გამარჯვების შანსიც გაქვს, გამარჯვების დამკვიდრების და დადასტურების შანსი, თავისთავად არჩევნები არაფერს არ ცვლის. ამიტომ კომპლექსში განიხილება ჩვენთვის თუ რიგ გარეშე არჩევნებზე ვილაპარაკებთ, რიგ გარეშე არჩევნები იმ გარემოში უნდა ჩატარდეს, რომელშიც ამის ჩატარებას აზრი აქვს. ამიტომ გარემო და არჩევნები ერთმანეთთან დაკავშირებულია. თავისთავად უბრალოდ რაღაც იდეის ახირება, რომ ადამდელი არჩევნები მაინც და მაინც აღარ მიმაჩნია გამართლებულად, მას შემდეგ რაც უკვე გამოვიარეთ. ალბათ მეტი თანმიმდევრულობა და პოლიტიკური პროცესის გარეალურება გვჭირდება, ერთი არა გვინდა, მაგრამ კარგად უნდა გავითვალისწინოთ, რისი თავი გვაქვს და რა არის მიღწევადი. ამ საკითხთან დაკავშირებით თუ გქონდათ თქვენ გარკვეული კონსულტაციები ლეიბორისტულ პარტიასთან, იმ პარტიასთან, რომელიც ასევე აღებულობდა მონაწილეობას არჩევნებში? კი, რა თქმა უნდა, ლეიბორისტულ პარტიასთან მქონია ჩვენ კონსულტაციები, ძალიან კარგი ურთიერთობაც გვაქვს და ხშირად გვისაუბრია სხვადასხვა თემაზე. ამ საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებულ წინადადებებს ისინი დაეთანხმნენ, მათთანაც გაიარა ამ დოკუმენტმა ექსპერტიზა და მოაწერეს ხელი. თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათი დამოკიდებულება ახლა არის ოდნავ შეცვლილი, ისინი ფიქრობენ, რომ რაღაც კონსულტაციების შეხვედრების და ამის დრო წავიდა, რაღაც ხილების დრო დადგა მგონი ოპოზიციის და ჩემთვის ჯერჯერობით უცნობ რაღაც ცენტრის შექმნაზე მუშაობენ. რა შეეხება ეროვნულ საბჭოს? თუ არა მონაწილეობას ამაში ვერ გეტყვით. ეროვნულ საბჭოს რაც შეეხება, ეროვნული საბჭო როგორც სუბიექტი ამ დოკუმენტის შექმნაში და ხელმოწერაში არ მონაწილეობდა, იქ მონაწილეობს დამოუკიდებელი სუბიექტი, კონსერვატიული პარტია და კონსერვატიული პარტიის გადასაწყვეტი იქნება, რა თქმა უნდა, ამ ფორმატში და ამ რეჟიმში ისურვებს გააგრძელოს თანამშრომლობა თუ არა. დიდი მადლობა ბატონო კახა მოგზაურობისათვის. კახა შარტოვა გახლავთ ეროვნული ფორუმის ლიდერი, ჩვენი სტუმარი. ასეთი იყო არჩევანი დღეს, ჩვენ მომავალ პარასკევს შევხვდებით პირდაპირ ეთერში. დროებით.